ბატონო ნინო, თქვენი ციტატა. ქვეყნის უმაღლესი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები კვლავ ეძახიან რუსეთს ოკუპანტს და იგივე რიტორიკას ინარჩუნებენ. ანუ არ უნდა უწოდონ რუსეთს ოკუპანტი, ეს არ არის მოცემულობა, რომ დღეს რუსეთი არის ოკუპანტი. გაძლევთ იმის ძახილი ერთი წამით. ერთი წამით. გუშინ წინ ჩემთან იყო ჩვენ ვისაუბრეთ იაპონიის ელჩი საქართველოში, ძალიან საინტერესო საუბარი ვქონდა. ვისაუბრეთ მათ შორის იმ პრობლემებზე, რომელიც აქვს იაპონიას რუსეთთან და ის დამეთანხმა, როდესაც მე გავიხსენე იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილება, რომელიც მათ მიიღეს 2 წლის წინ სხვათა შორის, სადაც საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოვიდა პირდაპირ, ესე ვთქვათ, რეკომენდაციით, რომ აღარ ახსენოს კურილის კუნძულები როგორც ოკუპირებული ტერიტორიები რუსეთის მხრიდან, არამედ დაარქვას მას რუსეთის მხრიდან დროებით უკანონოდ დაკავებული ტერიტორიები. ეს შინაარსობრივად, სამართლებრივად არის აბსოლუტურად ერთი და იგივე. უბრალოდ, ოკუპირებული ცოტა უფრო სალანძღავად ჟღერს, დროებით უკანონოდ დაკავებული იტოვებს საშუალებას. ანუ რუსეთი ოკუპანტი არ არის ამ შემთხვევაში. ჩვენ გვახსოვს თქვენი ცნობილი ეთერი, როდესაც თქვენ გაგიჭირდათ ამის თქმა. ის რომ არის რუსეთი ოკუპანტი, ეს არის ფაქტი. მაგრამ მოლაპარაკება თუ გინდა ტერმინი უნდა შეცვალო, გამოიყენო იგივე შინაარსის ტერმინი, ოღონდ უფრო რბილი, იმიტომ რომ ეს უკანონო ტერიტორიების დამკავებელი, ასე ვუწოდოთ. შეიძლება ესა ყოველ შემთხვევაში. კარგით, რესურსი რა დარჩაო, თამარის შეკითხვა დავასრულოთ და გვაქვს ბევრი დრო. შენ რას დაუძახებ რუსეთს? მთავარია ის, შენ რა შედეგით გამოხვალ. და შენ თუ ილაპარაკებ, რომ რუსეთი ოკუპანტია და მე მას არ დაველაპარაკები, სანამ არ გავა ჩემი ქვეყნის ტერიტორიიდანო, გარწმუნებთ, არ გავა და არა თუ არ გავა, საზღვარს კიდევ გადმოგიწევთ და მოდით მაშინ მეც თქვენთან ერთად ყველამ მთელი საქართველო დავდგეთ ხელი ერთმანეთს ჩავკიდოთ და ვიძახოთ ოკუპანტიო და ვნახოთ თუ გავა. არ გავა, უნდა მოველაპარაკოთ.